ჩავა თუ არა ირაკლი ყობახიძე აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვაზე ამის შესახებ ოცნების მთავრობაში ჯერ არაფერს ამბობენ. იძებნება ხამენეის ლიკვიდაციაზე ოცნების საგარეო უწყების მხოლოდ ერთი გამოხმაურება, სადაც ამბობენ, რომ მოვლენებს აკვირდებიან. ყობახიძე კი, რომელიც ჯერ ირანის პრეზიდენტის დაკრძალვაზე, შემდეგ კი ინაუგურაციაზე იმყოფებოდა და ისმენდა სიტყვებს სიკვდილი ამერიკას, სიკვდილი ისრაელს დუმს. პოლიტიკურ და ექსპერტულ წრეებში საუბრობენ, რომ ხამენეის ლიკვიდაცია უნდა იყოს სხვა დიქტატორული ქვეყნების ლიდერებისთვის სიგნალი, რომ მოქალაქეების წამება არავის შერჩება. რუსეთთან პარტნიორობა კი ყოველთვის მსგავსი დამანგრეველი შედეგების მომტანია. ნინი ბალანჩივაძე დეტალებით. რა ხდება ახლო აღმოსავლეთში და ამ პროცესების ფონზე რა იცვლება საქართველოსთვის, მაშინ როცა უკვე ირანის სახელმწიფო უზენაესი ლიდერის აიათოლა ალი ხამეინის სიკვდილს ოფიციალურად ადასტურებს. ჯერჯერობით უცნობია რა არის ბიძინა ივანიშვილის გუნდის პოლიტიკური პოზიცია ირანის რეჟიმის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციის დაწყებაზე და უცნობია ისიც ჩავა თუ არა მაგალითად ირაკლი ყობახიძე ირანში ხამენეის დაკრძალვაზე. ჩვენ ამ ეტაპზე ვნახეთ მხოლოდ ოცნების საგარეო საქმეთა სამინისტროს მოკლე განცხადება, რომ უწყება აკვირდება ირანში მიმდინარე პროცესებს და ხას უსვამს რეგიონში დიპლომატიური ძალისხმევის მნიშვნელობას დეესკალაციასა და სტაბილურობის უზრუნველყოფის მიზნით. თუმცა რა იქნება ან რა უნდა იყოს ოცნების ხელისუფლების მკაფიო პოზიცია ბიძინა ივანიშვილის გუნდის, რომლის ერთ-ერთი მთავარი სავაჭრო პარტნიორი ბოლო წლების განმავლობაში სწორედ ირანი გახდა. ანალიტიკოსების შეფასებით ომით შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე შესაძლოა საქართველოს დამატებითი ეკონომიკური პრობლემებიც კი შეექმნას, ამიტომ ოცნების ხელისუფლებისაგან ისინი მკაფიო ნაბიჯების გადადგმას ითხოვენ. თუმცა ის, რომ ოცნების ხელისუფლება უფრო და უფრო აღრმავებს ურთიერთობებს ირანთან, ამის მაგალითად გამოდგება 11 თებერვალს საქართველოში ირანის ისლამური რესპუბლიკის საელჩოს მიერ მოწყობილი ღონისძიება, სადაც ისლამური რევოლუციის 47 წლისთავი აღინიშნებოდა და რომელსაც ოცნების საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეც ესწრებოდა. მოგვიანებით კი ამ დღესთან დაკავშირებით თბილისის ანძა ირანის დროშის ფერებშიც გაანათეს. აქვე გასახსენებელია ოცნების პრემიერის არაერთი ვიზიტი თეირანში 2024 წელს 10 დღის განმავლობაში ირანში სწორედ ორჯერ ჩავიდა ყობახიძე, ისჯერ ირანის ისლამური რესპუბლიკის პრეზიდენტის ებრაჰიმ რაისის დაკრძალვის ცერემონიას ესწრებოდა, შემდეგ კი მალევე ირანის პარლამენტში პრეზიდენტის ინაუგურაციას დაესწრო. ტერორისტული დაჯგუფებების ლიდერების გვერდით იდგა, სადაც ისმოდა შეძახილების სიკვდილი ამერიკას, სიკვდილი ისრაელს. ანალიტიკოსების და პოლიტიკოსების შეფასებით ოცნების მთელი ამ პოლიტიკით დასტურდება ის, თუ სად დგას დღეს დასავლური სამყარო და სად დგას ბიძინა ივანიშვილის რეჟიმი. ქართული ოცნება სახელმწიფოებრივი ძალა არ არის, იგი მართავს რაღაც ადამიანთა დაჯგუფებას და აკეთებს ფულს რეალურად, ამისთვის აქეთკენ არის მიმართული ეს მმართველობა. ჩვენ გვახსოვს ქართული ოცნების მხრიდან რამდენიმე კვირის წინ ანთებული ანძა ირანის ისლამური რესპუბლიკის დროშის ფერებში, ჩვენ გვახსოვს ყობახიძის ვიზიტები მტრულ რეჟიმთან, ჩვენ დამიმტრულად განწყობილ რეჟიმთან, პირდაპირ უნდა ვთქვათ, იმიტომ რომ ცივილიზებული სამყაროს და ჩვენი უახლოესი მეგობრების მტრებთან იყო ის ჩასული და ბუნებრივია, რომ ეს ყველაფერი გასაკვირი არ არის. მაგრამ ამას მოყვება შედეგები ქართული ოცნებისთვის. რა თქმა უნდა, ძალიან ის რაც აქამდე ვიხილეთ არის ის, რომ ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოდ ჩვენი წარმომადგენლები და ამერიკის ინტერესების საწინააღმდეგოდ ცდილობდნენ ირანის რეჟიმთან მაქსიმალურად ახლო კავშირების გაბმას, მაგრამ რეალურად როგორც ხედავთ ახლა ადგილზე ეს რეჟიმი ფორმით როგორიც არსებობდა სავარაუდოდ აღარ იარსებებს, ასე რომ სურს თუ არ სურს მაინც მოუწევთ პოზიციის შეცვლა, გამომდინარე იქიდან რომ ადგილზე ვისაც ეთანამშრომლებოდნენ ფიზიკურად, ანუ ცოცხალი მათგან სავარაუდოდ არც არავინ არ დარჩება, მაგრამ ფუნდამენტურად ის სურათში რო შევხედოთ, ხო, ანუ ჩვენი ქვეყნის სასიცოცხლო ეროვნული ინტერესია, რომ დასავლეთი იყოს ძლიერი. ბუნებრივია დღეს რომ საქართველოს ყავდეს ადეკვატური ხელისუფლება, რომელიც ქვეყნის და არა პარტიის ინტერესებით ხელმძღვანელებდა, ის აუცილებლად უკვე გამართავდა ეროვნული უშუალობის საბჭოს სტომას, დაგეგმავდა უსაფრთხოების პოლიტიკის გამოწვევიდან გამომდინარე შესაბამის ნაბიჯებს და მათ შორის ექნებოდა აქტიური კომუნიკაცია დასავლელ პარტნიორებთან, მაგრამ რეალობა დღეს აბსოლუტურად განსხვავებულია, იმიტომ რომ ირაკლი ყობახიძემ და ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით აბსოლუტურად მოშალა ის ბალანსის პოლიტიკა, რომელიც რეგიონში საქართველოს ჰქონდა, მკაფიო მხარდაჭერა გამოხატა ირანის რეჟიმის, მათ შორის მას შემდეგ რაც მამუკა მდინარეზე და ლაშა დარსალია ვაშინგტონიდან დაბრუნდნენ და ანძა ირანის ფერებში გაანათეს და ითიც გამოიწვიეს დამატებითი გულისწყრობა უკვე ხმამაღალი ისრაელის სახელმწიფოს.
პოლიტიკოსები და ანალიტიკოსები თანხმდებიან იმაზე, რომ კონკრეტული განცხადებები უნდა მოვისმინოთ და მათ შორის ნაბიჯები ოცნების ხელისუფლების მხრიდან აქ მათ უნდა გათვალონ რისკები და ისინი მაგალითად საუბრობენ საზღვრებთან დაკავშირებით, რომ შესაძლოა ამ ყველაფერმა გამოიწვიოს დევნილთა ნაკადის გაზრდა და გარდა ამისა, ისინი თანხმდებიან იმაზე, რომ ეროვნული ხელისუფლება რომ ყავდეს ახლა საქართველოს უნდა შეიკრიბოს ეროვნული უსაფრთხოების საბჭო, რომელიც შეიქმნა 2019 წელს და შემდგომ უკვე ბიძინა ივანიშვილის გუნდის გადაწყვეტილებით 2025 წლის 1 სექტემბერს საერთოდ გაუქმდა და ახლა საინტერესო არის რა იქნება პირველი განცხადება ირაკლი კობახიძის ოცნების პრემიერის განცხადება და რა პოზიციონირებას მოვისმენთ ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით ივანიშვილის ხელისუფლების მხრიდან.